21 ნომერი A-დან წრეწირისადმი გავლებულია მხები და წრეწირის ცენტრზე გამავალი მკვეთი. ანუ რაც შეიძლება თანამდებობით ითქვას, ცენტრზე აუცილებლად გადის ჩვენი მკვეთი. მხები წრეწირს ეხება B წერტილში, ხოლო C არის მკვეთის წრეწირთან გადაკვეთის წერტილი. გადაკვეთის წერტილი, რომელიც მდებარეობს A წერტილსა და წრეწირის ცენტრს შორის. იპოვეთ AB მონაკვეთის სიგრძე, თუ წრეწირის რადიუსია 5 და 4. აქ ასე ვთქვათ, გვაქვს ხებისა და მკვეთის თეორემა, მაგრამ მე ამჟამად ამას არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეიძლება ამის გარეშეც გააკეთდეს და მოიხსნას ეს ამოცანა. ზოგადად მე გარკვეულწილად წინააღმდეგი ვარ ფორმულების, იმიტომ რომ ფორმულების დამახსოვრებით რა გარანტია გვაქვს, რომ შეიძლება გამოცდაზე არ დაგვაუწყდეს. ამიტომაც ჯობია ისეთი ფორმულის დამახსოვრება, რომელიც ასე ვთქვათ, თუ დამტკიცება არა, ლოგიკურად გააზრებულია აბიტურიენტის მიერ. თვისებით ვისარგებლებ, რომ ნებისმიერ, როდესაც წრეწირს ეხება მხები, რადიუსი მასთან დაკავშირდება აუცილებლად მართობულად. აი აქ მე ვიცი, რომ არის მართი კუთხე. და მივიღებ B რაღაც BOA მართი კუთხის მქონე სამკუთხედს, მართკუთხა სამკუთხედს. ვიცი რომ წრეწირის რადიუსი არის 5. წრეწირის რადიუსი არის 5 და AC არის 4 სტოლი. ну მარტივად მაშინ ეს არის კათეტი, AB კათეტი. დავწერ ესეთ განტოლებას x კვადრატი უდრის 4 პლუს 5 ან 9 კვადრატს გამოკლებული 5-ის კვადრატი. გამოვიყენებ a minus b-ს ფორმულას, a კვადრატს minus b კვადრატს ფორმულა და ეს იქნება 4 გამრავლებული 14-ზე. და თუ კი ფესვს ამოვიღებთ და გვაინტერესებს რა სურდის x-ი, იქნება 2 ფესვი 14-დან. ანუ B პასუხი. მარტივი ამოცანა იყო 21.